Პატრიცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოგესალმებით. მე გახლავართ ზაზა ხატიაშვილი და წარმოგიდგენ ჩემ მორიგ საავტორო გადაცემას. აგვისტოს თვე არის პოლიტიკისაგან თავისუფალი თვე, პოლიტიკური ლიდერები დასასვენებლად არიან, საქართველოს პოლიტიკური ელიტას მათი ასტრონომიული ხელფასებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დასვენება არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ საქართველოში არის ძალიან მძიმე სოციალური ფონი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩემი აზრით იმყოფება შიმშილის ზღვარზე. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელსაც ვთხოვთ, რომ შეაფასოს პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, სამართლებრივი სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ არასამართლიანი გადაწყვეტილებები, პროკურატურის როლი ამ ქვეყანაში და სად არის დღეს საქართველო. დღეს ჩვენ გადაცემაში ყავს მოწვეული პოლიტიკური ლიდერი, გამარჯვება ერთიანი საქართველოსათვის ბატონი ირაკლი ტორუა. დიდი მადლობა ბატონი ირაკლი გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ ბრძანდებით საერთოდ ძალიან ღირსეული პიროვნება, საინტერესო წარსულის მქონე პიროვნება და თქვენი აზრის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის. უღრმესი მადლობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ პლატფორმაზე გამოხატული და დაფიქსირებული იქნეს აზრი არა მხოლოდ ჩემი, ზოგადად საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რას ფიქრობენ ადამიანები და აუცილებელია რომ არა მხოლოდ საუბრისთვის იყოს, არამედ ჩვენ ყველამ ვეძიოთ რეალური გამოსავალი არსებული სიტუაციიდან. პირველი კითხვა პატრიცემულო მინდა დაგისვათ საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ რომ საქართველო დღესდღეობით გამქრალია ძალიან ბევრი სერიოზული პოლიტიკური ფორუმიდან. საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპულმა განცხადებებმა საქართველო ფაქტობრივად დააშორა ევროპულ ინტეგრაციის პროცესს. თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე და სად არის დღეს საქართველო ხელისუფლების ესეთი დაუფიქრებელი განცხადებებიდან გამომდინარე? მოდით პირველ რიგში დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს არ არის უბრალოდ ანტიევროპული პოლიტიკა, ეს არის ანტიეროვნული პოლიტიკა. იმიტომ რომ თუ ყველაზე მარტივი ჭეშმარიტებიდან დავიწყებთ, უნდა განსაზღვროთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ანუ ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს, უნდა განვიხილოთ ეროვნული ინტერესების ჭრილში. ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესი არის აღმოჩნდეთ რუსული პროვინციის ადგილას თუ დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპულ სივრცეში. არ არის აუცილებელი გახდე ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი მაინც ხომ უნდა იყო. ამასაც ხომ აქვს თავისი ვალდებულებები, თავისი პროცედურა, ხომ მხოლოდ იმის გამო ხომ არ მიგვიღებენ ევროკავშირში, რომ ჩვენ ეს გვინდა. ანუ ჩვენ ხომ უნდა შესაბამისი ვიყოთ ამისი და თუ ჩვენი პოლიტიკა, თუ ჩვენი ეკონომიკა სრულ შეუსაბამობაში იქნება ამ ყველაფერთან, ხომ ვერაზროს ვერ გავხდებით ამ ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ საზოგადოებას ჭირს ძალიან უცნაური რამ, რომ ჩვენ საზოგადოების ნაწილს, მოდი ასე ვთქვათ რა, როდესაც ლანძღავენ ევროპას, ამ დროს გაუჭირდებათ თუ არა რამე, უნდა გაიქცნენ ევროპაში სამკურნალოდ. თუ ჭირდებათ რამე ხარისხიანი ნივთი, ის უნდა იყოს ევროპული მანქანა, ტექნოლოგიები და მედიცინა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან არალოგიკურია ეს მიდგომა. ლანძღო ცივილიზაცია, რომლის პროდუქტიც შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფერი რაც იწარმოება ჩინეთში, მოგონილია ევროპაში.
ხომ? შეიძლება ეს მიკროფონი ჩინეთიდან არის ჩამოტანილი, მაგრამ მოგონილია ევროპაში. ამიტომ ძალიან არაგულწრფელი დამოკიდებულებაა ეს ჩემი აზრით. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი სათავე. სათავეს უნდა მივწოდეთ. საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა არის ამ ყველაფრის თავი და თავი? თავი და თავი ამ ყველაფრის ამ ქვეყანაში ყველა სიმახინჯის, ყველა უბედურების თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელმაც შექმნა ილუზია, რომ მოვიდა ცვლილებისათვის, ძალიან დიდმა ნაწილმა დაიჯერა ეს, იყვნენ განაწყენებული ხალხი წინა ხელისუფლებაზე, იყვნენ კრიტიკოსები, რომლებსაც რაღაცეები არ მოსწონდათ და რაღაც მომენტში დააჯერა ეს ხალხი, რომ რაღაცა უკეთესობისკენ ცვლილება იქნებოდა. მე იმ პერიოდში მუშაობდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაში. და პირველი ნიშანი ჩემთვის ის იყო, რომ 2012 წელს დაიწყო დახურვა ყველა მსხვილმა კომპანიამ იმ პროფილში, სადაც მე ვიყავი. 5 უზარმაზარი კომპანია დაიხურა ერთმანეთის მიყოლებით. რატომ? იმიტომ რომ ამერიკამ გასვლა დაიწყო ამ სივრციდან, სადაც ხედავდა რომ რუსეთმა გაიმარჯვა. ეს ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, რატომ უნდა გაემარჯვა რუსეთს, მაგრამ ალბათ იმ დროინდელ პოლიტიკას არ უხდებოდა ზედმეტი არეულობა აქ, უფრო მეტი ესკალაცია და ასე შემდეგ. 2008 წელი ახალი გასული იყო შედარებით და იმ დროინდელი პოლიტიკა ამერიკის ასეთი იყო. მაგრამ ჩვენ სად ვიყავით ამ დროს? რატომ არ გვქონდა იმის განცდა, ან ვისაც გქონდა, რატომ არ გვესმოდა ერთმანეთის საფრთხეებს, რატომ არ ბზომავდით? მაგრამ მოხდა რაც მოხდა. ახლა რა გვაქვს? სად მიგვიყვანა ამ ყველაფერმა? დღეს ფაქტია, რომ ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ბიძინა ივანიშვილის ივანიშვილის გვერდით იდგა პირველ წლებში, დღეს არც ერთი არ დგას. ყველა ჩამოცილდა. რატომ? იმიტომ რომ გაანალიზა ხალხმა. გვიან, კი ბატონო, ბევრმა, მაგრამ გაანალიზა. კურნალობაც ესეა, ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელია. ეს არის მოკლედ რა. მე მინდა გითხოთ აფხაზების თემასთან დაკავშირებით, თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც დევნილებს ეხმარება. და ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ დახმარებით იღებს შემწეობას, იღებს ბინას. თქვენ მაინტერესებს დღევანდელ მდგომარეობაში, აი დღევანდელ პირობებში ხდება თუ არა იმ ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესება, რომელზეც სახელმწიფო თითქმის ყოველი არჩევნების წინ საუბრობს და აკეთებს გულუხ დაპირებებს. ხო. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის როლს დევნილთა ცხოვრებაში და დახმარებას, მე მარტივად ჩამოვაყალიბებ, ჩვენი მთავარი ფუნქცია არის ინფორმაციის მიწოდება და როდესაც რაღაც ინფორმაცია შემოდის ჩვენთან, ჩვენ შევქმნით ასეთი სისტემა, ჩვეულებრივი Facebook ჯგუფი გავხსენით, სადაც სხვათა შორის საქართველოში ერთადერთი ჯგუფია, სადაც გაწევრიანებულია კონკრეტული ერთი ნიშნით ადამიანები, ანუ დევნილები და ამ ჯგუფში ხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ პირადად კი არ ვიძიებთ ინფორმაციას. იყო ეს პერიოდიც, მაგრამ ჩვენ მივეცით ხალხს საშუალება, რომ ინფორმაცია გაეცვალათ ერთმანეთში. ნებისმიერი საკითხი, რაც დევნილს აწუხებს, შეუძლია შემოვიდეს, დასვას კითხვა და 68,000 დევნილიდან ვიღაცამ რაღაცა თუ იცის, ეს რიცხვი ეს ამდენი ადამიანია დღეისთვის ჯგუფში და თუ ვინმემ რამე იცის, ის აუცილებლად უპასუხებს. აი ესეთი გაცვლითი ინფორმაციის გაცვლითი სისტემა შევქმნით. რაც შეეხება მდგომარეობას დევნილთა მიმართულებით, ეს არის სრული კატასტროფა. დღეს საქართველოს მთავრობა თავს იწონებს იმითი, რომ თურმე ასეთი ეფექტური დევნილთა მიმართებაში არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლება. მაგრამ რეალურად ციფრებს თუ გადავხედავთ, გამოდის, რომ სახელმწიფო, რომელმაც ვალდებულება აიღო დევნილის წინაშე,
დაეკმაყოფილებინა ეს საცხოვრებელი ფართით წელიწადში დაახლოებით მაქსიმუმ 1000-1500 კაც საკმაყოფილებს. მაშინ როდესაც მოთხოვნა არის დაახლოებით 50,000-მდე. რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი გეკითხებით. წლიდან წლამდე ანგარიშებს აქვეყნებენ, რომ წელს დაუშვათ ან მომავალი 5 წლის განმავლობაში ამდენ ადამიანს იმასიზამენ, დააკმაყოფილებენ. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს თანხები არ არის. რაღაც სხვაგან არის გადასროლილი ან სხვა რაღაცა გაკეთდა. ან უბრალოდ კონტრაქტორები არ ასრულებენ და ასე შემდეგ. უნდა ნახოთ რა პირობებს თავაზობენ. ზოგიერთი ბინა შეხვალ ნორმალურია. ზოგან ისე დარე ხარისხის მშენებლობა მიდის, ну არ ვიცი, როგორ შეიძლება მაგალითად ესე იგი შემთხვევა მქონდა დევნილი ამბობს რომ ბინა მიიღო და ფეკალიების სუნია ახალ ბინაში. რატომ? აყარეს ბოლოს ლამინატი და აღმოჩნდა რომ შუაში გადის გადაჭრილი მილი ტუალეტიდან კანალიზაციის მილამდე შუა ზალაში გადის. წარმოგიდგენია და ეს არის უბრალოდ ლამინატი ადებს ზევიდან გადაჭრილ იმას. ანუ ეხლა რა მოხდა? შეიძინა ფართია ასე თქვათ სამინისტრომ დეველოპერული კომპანიისგან იმას ჰქონდა გაკეთებული დაუშვათ 3 ოთახიანი 4 ოთახიანი ფართები ეს ხომ უნდა დაჭრან ანუ ხომ უნდა გადააკეთონ ისა პროექტი და იქ საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ტუალეტი 3 და 4 ტუალეტი იმ ფართში ხო რომ 2 ცალი 3 ცალი ერთ ოთახიანი გამოიყვანოს შესაბამისად გადააკეთა რომ გადააკეთა მილებს გაყვანა უნდა და ეს ვერ ჩასვა იმ სისქეში და გადაჭრეს ესე და აი ესეთი საშინელი რაღაცეები უამრავი დღეერთია და რა ვიცი მე მგონი 9 ჯერ რეკავენ დევნილები ან მიკავშირდებიან რომ აი ასეთი საშინელი ის გაგვიკეთეს ესე გვექცევიან არც კითხავენ ისე აყრიან დევნილებს და ეუბნებიან რომ მორჩა თქვენი ფართი გაიყიდა ამ პერიოდში არ ყოფილა მომენტი როდესაც დევნილს აი ხო არის შესახლებული რო არიან რაღაც ობიექტებში სიტყვაზე ყოფილი საერთო საცხოვრებელი და მოდის დეველოპერი და ყიდულობს ამ საერთო საცხოვრებელს ისე რომ დევნილები ბოლოს გებულობენ უთხრან დევნილებს იქნება დევნილები თვითონ ყიდულობენ იმ ფართს შესთავაზონ მაგრამ არა ყოველთვის კაბალურ სიტუაციაში ყოველთვის მაქსიმალურად დაკნინებულ სიტუაციაში ახლა შევხედოთ ზოგადად ეს იმდენად ღრმა თემაა მე მინდა რომ სწორად გამიგოთ ამაზე საკმაო ხანს შევჩერდებით კი ბატონო ცოტა მოთმინებით მინდა ამას მოვეკიდოთ იმიტომ რომ ესეთი საშუალება ხშირად არ მეძლება და მე მინდა რომ მაქსიმალურად ყველაფერს შევეხო რაც შეეხება დევნილების პრობლემას დევნილმა რომ ბინა მიიღოს უნდა დააგროვოს ქულების რაღაც რაოდენობა რაც მეტი გაქვს ქულა მით მეტი გაქვს შანსი რომ მიიღო ბინა მაგრამ დევნილთა სამინისტროს ყოველთვის აქვს დეფიციტი ბინების ანუ დეფიციტი წარმოშობს მოთხოვნას იმისა რომ ქულა იყოს რაც შეიძლება მაღალი ესე იგი გარდა იმისა რომ უნდა იყოს აუცილებლად სოციალურად დაუცველი სახლში უნდა ყავდეს ონკოდაავადებული უნდა იყოს მრავალშვილიანი უნდა ყავდეს ვეტერანი უნდა იყოს რა ვიცი 1000 უბედურება კიდე ქირითაც უნდა იყოს მოკლედ ესე იგი თავიდან ბოლომდე დაღუპული უნდა იყოს რომ რაღაცნაირად ეს ბინა მიიღო ამ დროს სულ ისმის რომ აი ვიღაცა დევნილმა მიიღო მე-3 თუ მე-4 ბინა დევნილები თვითონ ამბობენ ამის შესახებ საიდან როგორ რანაირად და კორუფციული გარიგების საფუძველზე გითხრათ ერთ-ერთი აქციის დროს რომელსაც ვატარებდით რამდენიმე წლის წინ გმირთა მოედანზე აი იმ წელს გამიჭირეს ზუსტად 21-ში იყო ეს მე მგონი და მოდის ფაცაცია ეს არის დევნილთა მინისტრი კობახიძის ცოლის ძმა ბოდიში სიძია კობახიძის ცოლის ძმა კი არა და პირდაპირ კამერებში იძახის ასეთ რაღაცას რომ რა უნდათო დევნილებსო 3-3 4-4 ბინა აქვთო მიღებულიო სათითაოდ ვიცომ სახეზე ყველასო ბიჭო თუ შენ თაღლიცი არ ახარ თუ შენ კორუფციონერი არ ახარ ყველა თაღლიც სახეზე როგორ იცნობ ან თუ იცი რომ თაღლითია
სახელმწიფო მოხელე რატომ ეგუები აი ამ უმსგავსობას და რატომ არზის ყველა თაღლითი ციხეში? აი ამიხსნას ვინმემეს, ეს რა არის? ეს რა უბედურება გჭირს? ეს ვიზის აფხაზეთის ხელისუფლებაში ასეთი, რომელიც იცნობს ყველა თაღლით სახეზე და დევნილებს ცხვირში ადენს, რომ ყველა ვიციო ვინ არისო, ვისაც 4-4 და 5-5 ბინა აქვს მიღებულიო. შენ თუ არა ხარ ჩართული ამაში, შენი ოჯახის წევრები თუ არ არიან ჩართული ამაში, შენი კლანი თუ არ არის ამაში ჩართული, შენ საიდან იცი ამდენი თაღლითი? მე რატომ არ ვიცი? თქვენ რატომ არ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ამას ჩართულები არ ვართ. რა თქმა უნდა, ეს ხომ მარტივია რა. და რაც შეეხება კიდევ ამ ბინების საკითხს, ესე იგი დევნილმა თუ იქ თავი არ დაიწვა, ხომ ყურადღებას არავინ არ მიაქცევს. დევნილმა თუ იქ არ ჩამოამხო თავზე იმაში რა დევნილთა სააგენტოში რომ მიდიან ადამიანები, ხო? ჯერ დამოკიდებულება. სხედან ოპერატორები ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე ზუსტად ვიცი, აი როგორ გითხრათ, როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანს, ხო არსებობს ეს ტერმინი მეორე ხარისხოვანი, აი რა ვიცი, მოქალაქეს ასე არ ექცევიან. ეს არის გაუგონარი რაღაცა რა და ის რა ქვია, რამდენჯერმე ეხლა მქონდა საუბარი ერთ დევნილთან, მინდა 33 წელიაო ველოდებიო ბინას, მინდაო მივიდეო და არ მინდაო რომ ვიჩხუბოო და რამეო მირჩიეთო, როგორ მოვიქცეო. მეუთხარი, არ გინდა იჩხუბოთ? არ გინდა იჩხუბოთ კი არა, თავზე უნდა დაამხოთ ყველაფერი. ისე არ მოგაქცევთ ყურადღებას არავინ მეთქი და ხო ეგ არ ვიცოდიო, თორე მეცოდინებაო როგორ მოვიქცევ. ესე იგი, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ დევნილები ეს რა დროს ამათი ბინებია. ეს ხვიჩია გამოდის და მე ჩემი ჯიბიდან რატომ უნდა ვიხადო დევნილის ბინის ფულიო. მოკლედ, ესე იგი, ყველანაირად ხდება დევნილების არათუ სტიგმატიზაცია, ჯერ ხო ვერ ისწავლა ნახევარ საქართველოს რა განსხვავებაა დევნილსა და ლტოლვილს შორის. დაიმახსოვრეთ ერთი რაღაცა, რომ ლტოლვილი არის სხვა ქვეყანაში გაქცეული ადამიანი, სხვა ქვეყანას შეხიზნული ადამიანი. დევნილი არის შენ ქვეყანაში შიგნით ყოფი ადამიანი, იძულებით გადაადგილებული პირი, ტირე დევნილი. აი ეს დანარჩენმა საქართველოს იქნება ისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ. და აი ეს დამოკიდებულება დევნილებისადმი, ზერელე დამოკიდებულება ეს სულ მუსირებს. ერთ-ერთ აქციაზე, გმირთა მოედანზე მოსულები იყვნენ, მაშინ კახარია იყო, არ მახსოვს, კალაძე იყო უკვე მერი. და ქალბატონმა დაიძახა, რომ ბინას არ გვაძლევთო და სახში დაგვაბრუნეთ, მაშინ თუ არ გვაძლევთო და კალაძემ იფო. ანუ მეტი რა გინდათ, ესე იგი, სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს, არც ფიქრობს ამაზე, საერთოდ. ჯერეთი თუ ვინმე სახელმწიფოებრივად აზროვნებს. უბრალოდ ქვეყნის პრესტიჟია, რომ 33 წლის განმავლობაში შენ ეს საკითხი მოგვარებული უნდა კონდეს. როგორ ვერ უნდა მოაგვარო ეს საკითხი 33 წლის განმავლობაში. ეს ხო სირცხვილია. მოიპარავს ირაკლი. ჩვენ ხედავთ უყურეთ თანამდებობის პირებიდან, რომ თქვათ პირდაპირ ეთერში რამოდენიმეჯერ მინახავს 35-45 ლიტრი ეტევა ბენზინის აუზში და 70-80 ლიტრას ასხავენ ერთ ჩასხმაზე თანამდებობის პირები. ჩვენ ხედავთ, რომ ტაქსად იყენებენ სახელმწიფო თვითმფრინავს. არის ასეთი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის ციხეში დაახლოებით 6 მილიონი დოლარი, როგორც მახსოვს, უპოვეს სახში. სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ თვითონ ივანიშვილის რეჟიმმა ჩაატარა გამოძიება და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდა საბრალდებო სკამზე. აი, უბრალო მაგალითი ავიღოთ. ასვალს რო ასხავენ თბილისში. ერთ კვირაში ბალახი ამოდის. ან აყრიან. კი. რომ ისევ მილები ჩაყარონ. კი ბატონო. აი, დაახლოებით 1 თვის წინ კუკიაზე რაც დააკერეს ასვალტის საფარი და 2 კვირაში ხელახლა გააკეთეს. იქიდან დავდივარ ხოლმე მანქანით, ხო? ამას არავინ არ იცებს, ეს არავის არ აინტერესებს,
იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ქვეყანაში ჩემი აზრით არის დაკანონებული კორუფცია, მაგრამ როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, ადამიანი შეიძლება გაუშვან, თქვა ციხეში, ასლის საფუძველზე, რომელზეც არ შეიძლება ექსპერტიზა ჩაატარო. თქვენ ალბათ ხვდებით მე რაზეც დაგისვით ეს კითხვა, თქვენ ბრძანდებით ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც დაინახა ერთ-ერთი ყველაზე ძიმე თემა, რომელიც ახლა არის, ეს არის პროკურატურის, ფინანსური პოლიციის ძალადობა ორ ახალგაზრდა ქალბატონზე, ეს არის ქალბატონი ანა კაჯაია და ქალბატონი ლანა კაჯაია. ანა კაჯაია იყო სახელმწიფო ნოტარიუსი, ანა კაჯაია იყო დამწყები ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. და ეს ადამიანები გახდნენ ძალიან ძიმე, ძალიან ბინძური კომპანიის მსხვერპლი, სქემის. ეს არის ერთიანი სქემა, სადაც ჩართულია ჩემი აზრით პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, სხვადასხვა ინსტიტუტები და აღმოჩნდა, რომ ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის ძმა ალეკო ივანიშვილი, რომელიც ხელს აფარებს მის ბიზნეს პარტნიორს. და ყველაზე დიდი უბედურება რა არის? მე და თქვენ შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს და ვთქვათ, მაგრამ როდესაც პროკურატურა სიცხლის სამართლის საქმის მასალებში ადგენს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორმა გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, გამომწევი უსვამს კითხვას, ეს რომ გააყალბე და ყალბი დოკუმენტი გამოიყენეო, ამაში ვინ გეხმარებოდა? ანუ გამოძიებამ დაადგანა, რომ ამ ადამიანმა გააყალბა მტკიცებულებები. მეორე, გამოძიება ადგენს, რომ შენ ანამიზნობრივად გამოიყენე თანხა. დაახლოებით 1,200,000-ზე მე თანხაზე ლაპარაკი. და ეს ფულიო შენაო კაზინოში გადარიცხე 408,000 ლარიო. კიო ეს ეუბნება ბიზნეს პარტნიორი ალეკო ივანიშვილი. მე ეს ფული გადავრიცხეო, მაგრამო ეს უბრალოდ დამთხევაო. უბრალოდ დამთხევა შეიძლება იყოს, რომ მე ჩამირიცხოს ფული სამშენებლო კომპანიამ და მე მაშინვე გადავრიცხო ეს ფული ონლაინ კაზინოში. ასევე გააფორმა ორი ბინა საქმის მასალებში ამბობს მის ახლობლებზე და ამბობს რომ შავი ფული ქონდა და ეს გამოიყენა. აი ეს მტკიცებულებები აქვს საქმეში და ამ ადამიანის მიმართ არიწყება სიცხლის სამართლებრივი პროცედურები და როცა ჩვენ აქტიურობა გქონდა ამ თემასთან მიმართებაში, ერთადერთი ადამიანი ბრძანდებოდით თქვენ, რომელიც ამ თემას გამოეხმაურა და რომელმაც ჩაიხედა ამ თემაში და რატო დაგისვი ეს კითხვა? აღმოჩნდა რომ, როდესაც თქვენ ეს თემა გაახმაურეთ, თქვენ გიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დააზარალა და დააზიანა ალეკო ივანიშვილმა. აი თქვენი შეფასება იმ ბიზნეს ტერორთან მიმართებაში, რომელსაც სახელმწიფო თავისი სტრუქტურების გამოყენებით აწარმოებს ქალბატონ ანა და ქალბატონ ლანა კაჯაიებთან მიმართებაში. პირველი მე შევეცადე რომ მაქსიმალურად დეტალურად მომეძიებინა ინფორმაცია, რომელიც შემხვდა თავიდან ეს სტატიები იყო, თქვენი სტატიები იყო, პირველად ამას გამოვეხმაურე და კომპლიმენტი მინდა გითხრათ პირველ რიგში, იმდენად დეტალურად და კარგად იყო ყველაფერი ჩამოყალიბებული. მე პირადად აქამდე არ გიცნობდით და ძალიან ანუ ნებისმიერი ადამიანი ვინც ამას წაიკითხავდა, ძალიან მკაფიო სურათს დაინახავდა თუ რა გვჭირს. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის, რითი დავიწყეთ ჩვენ საუბარი, სად ვართ? ჩვენ ვართ ყველანი ბიძინა ივანიშვილის წკვარამში, სიბნელეში. ანუ თუ აქ ამ პრიზმიდან შევხედავთ და თუ დავადგენთ ამას, შევთანხმდებით ამაზე, მერე ყველაფერი ლაგდება. მერე ისიც ლოგიკურია, რომ მისი ძმა გავლენას ახდენს პროკურატურაზე, გენერალურ პროკურატურაზე, გამოძიებაზე, ყველაფერზე. თუ ამაზე ჩვენ შევთანხმდებით, მერე ყველაფერი ნათელი ხდება, ყველაფერი ლაგდება, იმიტომ რომ ფაზლის მთავარი ცენტრი შუაში და იმის ირგვლივ მერე იწყობა ეს მთელი სურათი. ანუ
აქ უკვე საუბარი იმაზე კი არა რომ ჩვენ უნდა გვიკვირდეს ეს თუ არ უნდა გვიკვირდეს ეს ჩვენ უნდა გაოცებული ვიყოთ ამითი რომ ვაიმე ეს რა დავინახეთ ამას არ მოველოდით ეს ასე არ არის ძალიან კარგად მოველოდით და ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ამაზე გავაკეთე თუ არა მე ჩემი პირველი ვიდეო შემომივიდა შეტყობინება პიროვნებისგან დავასახელებ ეს არის ილია ბასილაშვილი გურული კაცი რომელმაც ააწყო საწარმო გურიაში ჩაის რომელმაც დადო უმაღლესი ხარისხი რამდენიმე ვიდეო ვნახე სხვადასხვა დროს გაკეთებული მის საწარმოზე რამდენად წარმატებული იყო რომ კოკა-კოლამ დაუდო ხელშეკრულება ერთი ამბავი რა ვიცი მართლა ავთვალს არ დაენახებოდა ისეთი საწარმო კაცმა მილიონ რაღაცა ლარი ჩადო და ეხლა ალეკო ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი მას ედავება ამ საწარმოს და ეს კაცი ამბობს რომ მე ვარო დევნის მსხვერპლი არა მხოლოდ პროკურატურისგან არამედ ფიზიკურ ლიკვიდაციას ცდილობენო ჩემსას თქვენ წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი ფიზიკურ კაცი მე არ ვიცი ახლა ფორმატი გვაძლევს თუ რა საშუალებას ჩანაწერი მაქვს კაცი ეუბნება გამომძიებელს ღია ტექსტით რომ მე მავიწროვებს ვინმე ხომერიკი და თქვენ ამაზე მეო და გამომძიებელი პასუხობს რომ პროკურატურაო ჯერო ვერ იღებსო გადაწყვეტილებას თქვენთან დაკავშირებითო ვერ იღებს თუ არ იღებს ნუ ასე ამბობს ეს ციტირებას ვაკეთებ თორე რომ არ იღებს და აქ რომ ნებაზეა საუბარი თავისთავადია ხო როგორ შეიძლება მე ვარ გამომძიებელი მე ვარ ადამიანი რომელმაც უნდა დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე და ადამიანი მეუბნება რომ ის არის ზეწოლის ქვეშ რომ ცდილობენ მის ფიზიკურ განადგურებას და მე ძალიან მშვიდად გაწელილად ველაპარაკები რომ იცი რა არის ნუ არ ვიცი რა დაველაპარაკები პროკურატ რა დაელაპარაკები კი რა უკვე სპეცნაზი უნდა მიდიოდეს და უნდა აყავდეს ის ვიზეც არის საუბარი და მე უნდა მიდიოდეს გარკვევა იქ ვის დაემუქრა ვინ დაემუქრა როგორ დაემუქრა კაცი იძახის რომ ღვინო მაცივარში მომიწამლესო და იცის ვინც გაუკეთა ეს ყველაფერი ეს ხალხი ყველა გარეთ არის ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომელიც ჩვენგანი არის დარწმუნებული რომ ამ სტუდიიდან რო გავა ვიღაცა არ დახვდება და ან დანას არ დაარტყამს ან ტყვიას არ ესვრის მაგრამ ჩვენ ეს გავიარეთ ეს ყველაფერი ახლა სხვანაირად არ გამიგოთ ვიღაცა სოხუმელია და ომი გამოიარა ვიღაცა შეიძლება თბილისელია და აქ ჩემზე უარესი გაიარა პირობითად მაგრამ გავიარეთ აღარ გვეშინია ბატონო ბიძინა აღარ გვეშინია სიკვდილი არაფერი არ არის ეს თქვენ გეშინიათ სიკვდილის თქვენ გიწვავთ როგორც იმ ფილმშია ტაკოებს სიკვდილის შიში თორე ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია იმიტომ რომ ჩვენ რომ მოკვდებით ეს საქმე რასაც ვემსახურებით დარჩება და ამას თაობები გააგრძელებენ თქვენ დატოვებთ ჩაბნელებულ საქართველოს და ჩვენ დავტოვებთ განათებულ კვალს ნათელ კვალს რომელზეც ჩვენი მომავალი თაობები კიდევ 1000 წლეულები ივლიან აი ეს არის მთავარი სათქმელი რაც ჩვენ უნდა ვთქვათ და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ იმ ადამიანის უკან კიდე სხვა დაზარალებულები დგანან და ეს წერე გაიზრდება მე არ მეგონა ასეთი ტერორს თუ აწარმოება და ივანიშვილის რეჟიმი ჯოლებრივ მოქალაქეებთან მიმართებაში აპოლიტიკურ ადამიანებთან მიმართებაში ეხლა ანა ქაჯაია იყო სახელმწიფო ნოტარიუსი 18 წელი 23 წლის პატარა გოგო დაინიშნა ნოტარიუსად დამთავრებული აქვს 4 უნივერსიტეტი ნუ არის საოცრად განათლებული ადამიანი მისი და ლანა ქაჯაი არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ახალგაზრდა ბიზნესმენი რომელსაც შეუძლია ამ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანა არაბი ინვესტორი გააქციეს საქართველოსთან ფაქტურად მშენებლობა გაჩერებულია არის ირაკლი სასამართლოს გადაწყვეტილება რომ ფინანსთა სამინისტრო მათ უნდა დაუბრუნოთ დღგ დაახლოებით 500,000-დან 700,000 ლარამდე მშენებლობა რო გაგრძელდეს და საქართველოს ბანკმა გააგრძელოს მშენებლობის დაფინანსება აი ჩვენ რო ვსაუბრობთ
მთელი სახელმწიფოა ჩართული იმაში, რომ ჟარგონულად რო ვთქვათ, ახალგაზრდა პატარა გოგონებს ბიზნესი აახიონ. მე ვეკითხები ივანიშვილის რეჟიმს, რა მნიშვნელობა ღამე ნოტარიუსი პროკურორის მონაწილეობით გადაგაფორმებინებს ქონებას, თუ ალეკო ივანიშვილი თავისი ძალაუფლების გამოყენებით, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, სხვადასხვა უწყებები, ამ გოგონებს აიძულებს, რომ ბიზნესის 50%-იანი წილი სხვა ადამიანს გადაუფორმან. რა განსხვავებაა? ჩვენ თუ სააკაშვილი არ მოგწონდა, იმიტომ არ მოგწონდა, რომ ხამის ნოტარიუსებად აქცია ნოტარიუსები. და ჩვენ რატო უნდა მოგვეწონოს ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო იმის კეთება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი არ აკეთებდა, წარმოგიდგენიათ, ფინანსურ პოლიციაში დასკვნა დევს 2 თვეზე მეტია, რომ ანა ქაჯაიას კომპანიას ზარალი მიაყენეს დაახლოებით 2 მილიონი ლარი. ხელს ვერ აწერენ. რატომ დაინიშნა ეს ექსპერტი, იცი? რომ ფიქრობდე, რომ ანა ქაჯაიას იქნება და ლანა ქაჯაიას რამე ჰქონდათ იქ უკანონობა ჩადენილი და აღმოჩნდა, რომ ფული აქეთ ჰქონდათ მიტანილი და აღმოჩნდა, რომ ადამიანმა, რომელმაც მიიღო ფული ბიზნესის განვითარებისთვის და საამშენებლო სამუშაოების და ფინანსებისთვის, ადამიანმა ეს ფული კაზინოში წააგო. თქვენ წარმოგიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე და ვის მფარველობს ეს ოჯახი? ადეიშვილის პროკურატურა არ აკეთებდა ამას. წარმოგიდგენიათ? ხო, ჩვენ შევედით რაღაც საშინელ ცხოვრების ეტაპში, სადაც ფაქტობრივად მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, ჩემი აზრით, გადავიდა ერთი ოჯახის მომსახურებაში. ეს არის საშინელება. როდესაც დებმა ქაჯაიებმა ხმა მოიღეს, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა იმედი, რომ ისინიც ამოიღებდნენ ხმას, აი თქვერამდენმა ადამიანმა დაგირეკას. მე ასევე მირეკავენ. აი თქვერას ფიქრობ, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ, რომ აი ეს უბედურება ამ ქვეყანაში დამთავრდეს და პროკურატურა არ იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულების ორგანო, როგორც მათ ჩვენი დასავლელი მეგობრები ეძახიან. მარტივია, უნდა მოვიშოროთ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან. რანაირად? მოგახსენებთ რანაირად? კი ბატონო. ვინც ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებასთან არჩევნების ველზე შესვლა შეიძლება, ის უკვე წაგებულია. რატო ირაკლი? იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში არასდროს არ ჩაუტარებია ქართულ ოცნებას სამართლიანი არჩევნები. მე მაინც მოიგებ. არა, ერთი წამი. თუ გავერთიანდი ჩვენ მოვიგებთ. ერთი წუთით რა. გაერთიანებებიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ ისიც როგორ თქვენ არ გახსოვთ ოპოზიციის ხმალამღებული და ესეთი ომახიანი საუბარი, რომ ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს ივანიშვილი. არ გახსოვთ? გააყალბა? კაი, მე კითხვას დაგისვა. ერთი წამი. ხო, და მე არ დაგავიწყეთ თქვენი კითხვა. ზანდებ. ოტია იოსელიამ თქვა ერთხელ. კაციო ერთხელ რომ მოგატყუებსო, არა უშავსო ენდეო ადამიანი ხარო და ისარგებლაო შენი სიკეთითო. მეორედ რომ მოგატყუებსო, ალბათო შანსი მიეციო და ესეც შენს დიცულოვნებაზე მეტყველებსო და მესამედ რომ მოგატყუებსო, ან იდიოტი ხარო, ან გარეწარი ხარ, რომელსაც აწყობს ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ მე აქ ლაპარაკი არ მაქვს ბოიკოტზე. სწორად გამიგეთ, მე ბოლომდე არ მithქვია საქმე. ხო, სორი. არა. მე საუბარი არ მაქვს ამ შემთხვევაში ბოიკოტის ჩვენ არ უნდა მივიღოთ არჩევნებს, მაგრამ რა პირობით უნდა მიიღო არჩევნები? ვინ არის შენი გარანტორი? ვინ არის შენი გარანტორი, რომ ეს იქნება ნამდვილად სამართლიანი არჩევნები? იმ შემთხვევაში, ეხლა ნახეთ როგორი მომენტია, ძალიან აი დანის პირზე უნდა გავიაროთ. რატომ? იმიტომ რომ მე ვამბობ ერთი კაცი რომ შენ თუ შედიხარ ივანიშვილის ველზე და ეთამაშები მას ამ თამაშს და შენი ერთადერთი გარანტორი მისი პატიოსანი სიტყვაა რომ
ამ ჯერზე არ გაგიყალბებს, როგორ იყო ერთი შანსი მომეციდო კიდევო. გახსოვთ ივანიშვილი ჩასესხლიანებული თვალები. ერთი შანსი მომეციდო, რომ ბოლომდე დედა გიტიროთო. ეს ვერ წაიკითხა ქართულმა საზოგადოებამ. კარგით და მე გეუბნებით, რომ თქვენ თუ შეხვალთ ისევ ცრუ გარანტიებით, ისევ იმითი, რომ აქ 3000 უცხოელ დამკვირვებელს ჩამოიყვანთ. და რას გეუბნებათ ისა ივანიშვილი საიდან ჩამოიყვანო დამკვირვებელსო? ირანიდანო, კიდე საიდან რუსეთიდან ჩამოიყვანს, კიდე საიდან ბელარუსიდან ჩამოიყვანს, იმიდან ჩამოიყვანს კიდევ ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოიყვანს კიდევ დამკვირვებლებს. იდეალურია და ვინც აი ასეთ ახლა ხო ხვდებით უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ აი ასეთ პირობებში ვინც შევა მასთან თამაში, ის ყველა არის გაყიდული. კონკრეტული უნდა დაიდოს გეგმა, თუ რა არის გარანტია, ის კი არა რომ ვიღაცა გამოვიდა ევროკავშირში და გააკეთა განცხადება, რომ მომავალ ჯერზე ამას არაპატიებენ იმას, რა ქვია, ივანიშვილს და კიდევ დამატებით რაღაცა სანქციები ბეხებზე კიდე ივანიშვილს. ყველაფერი აქ აქვს. 200 კილო ოქროც მოიტანა, რამდენიმე მილიარდი დოლარის, რა ქვია, ხელოვნების ნიმუშებიც აქ ყველაფერი აქ აქვს. რას იზავს, იცით ბოლოს ადგებოდა საერთოდ ჩაკეტავს ირგვლივ ყველაფერს, გამორთავს შუქს, გამორთავს წყალს, გამორთავს ინტერნეტს და ეს სტუდიაც აღარ გექნებათ მერე. გამიგეთ? და იქნება სრული სიბნელე. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იყოს ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს წავიდეს შემდეგ ნაბიჯზე. მთლიანად კონტროლი საარჩევნო პროცესზე უნდა აიღოს ევროკავშირმა და თავისი მთლიანად აბსოლუტურად პირველი ნიშანი რომ გაყალბდებოდა, როგორი პირველი ნიშანი, ყველაზე აი ხელშესახები ნიშანი და ძალიან დიდი ეჭვები გამიშთა, მაშინ რა ხდება, რატომ არ იღებენ ამაზე ხმას, რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე ოპოზიციონერები. რო ვიკითხე, ხო იცით პატარა ბავშვი ეტყვიან, შენ არ იცი, ეს რა ქვია, სად მიდიხარ, სხვაგან მივდივარ. აი ესეთი პასუხები. რო განაცხადა იმან ვინ იყო ზუსტად არ მახსოვს, კობახიძე იყო თუ ვერ ვიხსენებ, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი ერთია. ნახეთ, ელექტრონული მონაცემები შეინახებაო CESCO-ს სერვერზეო და არა ბლოკჩეინშიო. თავიდან იყო საუბარი, რომ ბლოკჩეინში უნდა შენახულიყო. ბლოკჩეინში, რომელსაც ხელს ვერამ ვერ დაადებდა. და ამ დროს გადაწყვიტეს, რომ ეს ციფრული ინფორმაცია ყველაფერი უნდა შენახულიყო სერვერზე. რა ვიცი, ამათ სტალინი უყვართ ძალიან და სტალინმა თქვა, მე მგონი რომ არჩევნებს იგებსო, ვინც ითვლისო და თავიანთ ხელში იყო ყველაფერი, ფურცელი ჟონავდა, ეს ელექტრომოწყობილობები პირდაპირ CESCO-ს სერვერზე გზავნიდნენ მონაცემებს, CESCO-ს სერვერები ამათ ხელში იყო და ვის ქონდა იმის ეჭვი, რომ აქ ქართული ოცნება არ გაიმარჯვებდა. ეს თავის მოტყუება იყო თუ სპეციალურად შევიდა ოპოზიცია, დღევანდელი ეს მეინსტრიმული ოპოზიცია შევიდა ამათთან გარიგებაში. არ დაუწერეს შემდეგ ის ქულები და მერე დაიწყეს ხმაური. აი ეს არის სიმართლე თუ გინდათ. კარგი. აი ხლა ირაკლი ეგეთ კითხვას დაგისვავ. რა თქვენ ბრძანეთ უყურეთ. ივანიშვილის რეჟიმმა 2024 წელს თბილისი წააგო. ხო წააგო. არ ვიცი. მე ვიცი რომ წააგო, არჩევნებს თბილისი წააგო, რამოდენიმე ქალაქში წააგო, მათ თბილისი წააგო. 2024 წლიდან 2025 წლამდე მოხდა სისხლიანი რეპრესიები თბილისელებთან მიმართებაში. რა ვიცი, ჩვენ ნახეთ შემზარავი კადრები, როდესაც ხდებოდა ქუჩაში მდგომი ახალგაზრდების დარბევა და სადარბაზოებში რომ მისდევდნენ, ეკლესიებში რომ მისდევდნენ და ამ შემდეგ. ანუ თბილისელების პროტესტი ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში გაიზარდა. 2024-ში ივანიშვილმა თუ წააგო არჩევნები რეჟიმმა, 2025-ში მას უნდა წაეგო არჩევნები. როდესაც ოპოზიციური სპექტრი გამოვიდა და მოუწოდა 4 ოქტომბერს არჩევნებზე არ მიხვიდეთო, ფოთოლი რო დაგვეყენება ჩვენ არჩევნებზე, ფოთოლი. ის ფოთოლი გაიმარჯვებდა 4 ოქტომბრის, ოღონდ თბილისზე ვამბობ მე. ნუ იცით, არ იყო უკვე ამის რწმენა. უყურეთ, როგორ არ იყო რწმენა, უყურეთ. კი ბატონო, ყოფილიყო საპროტესტო გამოსვლა 6-ში, 7-ში, 8-ში, 4-ში უნდა თბილისში მისულიყავით არჩევნებზე
და ივანიშვილის რეჟიმს თბილისში უნდა წაეგო, რომ დაწყებულიყო ივანიშვილის რეჟიმის ჩამოსვლის პროცედურა, იმიტომ რომ თბილისი სააკაშვილმა მახსოვს, აი ყველაზე დიდი გაყალბება რაც მე მახსოვს, იყო იმან გაჩიჩილაძემ რო არჩევნები მოიგო და სამჯერო გადაუწერეს თბილისში. მაინც გაიმარჯვა. თბილისში შევარდნაძე, რომელიც ასევე საშინელ არჩევნებს ატარებდა, წააგო თბილისი. თბილისის ხელისუფლება ვერ იგებს ვერასოდეს, როცა თბილისი არის გამწარებული და თბილისი გამწარეს, როცა 1 წლის განმავლობაში მშვიდობიან აქციას ურტყავდნენ, ანგრევდნენ. ოპოზიცია გამოდის და ამბობს 4 ოქტომბერს არ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზეო. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში იყო გარიგება ივანიშვილის რეჟიმთან, რომ 4 ოქტომბერს უნდა დანიშნულიყო ის აქცია. 5-ში ყოფილიყო 6-ში ვამბობ და აი ეს ოპოზიცია, რომელიც ხალხს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე არ მოხვიდეთ, როცა გამარჯვების შანსი აქვს ოპოზიციას. აი იმ ოპოზიციიდან რას ელოდებ ირაკლი შენ და მე არაფერს არ ველოდებ მაგ ოპოზიციიდან. ასევე დავამთავრებ შენაირ ადამიანებს და წესიერ ახალგაზრდებს, ვისაც უნდათ ამ ქვეყანაში რაიმე ცვლილება, ყველანაირი სატელევიზიო კარი დაკეტილი აქვს. აი ეს არის კიდე პრობლემა. შენ მინისტრი უფრო გახდები, ვიდრე ოპოზიციურ ტელევიზიები მიგიწევენ შენ პოლიტიკურ ტოქ-შოუებში. იცით რაშია საქმე? დღესდღეობით ახლა ინტერნეტის ეპოქაში ეგრეთ წოდებული publicity, ანუ პუბლიკაზე გასვლა არ არის პრობლემატური, თუმცა არა არის უნდა დაგსვან ტელევიზიებმა პოლიტიკურ ტოქ-შოუში. კი, არა, ხო იმის თქმა მინდა რომ თუმცა რა თქმა უნდა თავისი სეგმენტი ამას აქვს. განსაკუთრებით სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანია, რომ აი არჩევნებზე მიმსვლელი ხალხი, აი 70+ ხალხი, ну ნაკლებად არის ინტერნეტთან იმდენად ახლოს, ვიდრე ტელევიზორი უფრო მათთვის ის არის და საკმაოდ სერიოზული სეგმენტია. კი, მაგას ვიძახი, ეს ძალიან სერიოზული სეგმენტია თავისთავად. თქვენ რასაც ბრძანებთ, ამასაც აქვს ძალიან, წონადი ის არის არგუმენტი რა. მაგრამ ნახეთ რა ხდება, მე ძალიან ეხლა რაც ვთქვი, ამას არ ვამბობდი, აი კედელთან დასახრეტად რომ მივეყენებინე, ამას არ ვიტყოდი. არას, მაგრამ სულ გამოდიოდი ამ აზრიდან, რომ ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, მოძრაობას, ოპოზიციურ აი ამ სიტუაციას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ადამიანმა ავნო, იმიტომ რომ ასე თქვით, ისე თქვით, ყველანი გამოდივართ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ვიღაცა ვიღაცას ღებულობს, ვიღაცა ვიღაცას არ ღებულობს. ეხლა მე პირადად ხო ჩემი ასე ვთქვათ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ვფიქრობდი რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენად მიღებული ვიქნებოდი მე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. მქონდა კონსულტაციები, ხვდებოდი სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა ცოტა ზერელე დამოკიდებულება. თავიდან წინდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ასე ვთქვათ, რომ გავიზარდე ცოტა პოლიტიკურად, უფრო სხვანაირად შევხედე სიტუაციას და ჩემთვის დავადგინე ერთი რაღაცა, რომ შენ როდესაც აკეთებ იმას, რისიც გწამს, შენ როდესაც არ ხარ გასვრილი არც ერთ პოლიტიკურ ავანტიურაში. შენ როდესაც ვერ დაგიდებს მაგიდაზე ვერავინ ვერაფერს და ვერ გეტყვის რომ შენ იმასთან შეხვედი რაღაც კულუარულ გარიგებაში, იქიდან რაღაცას ელოდი და ასე ვთქვათ არ ხარ სუფთა, ხო? მივხვდი რომ ჯობია იყო პატარა ღარიბი პოლიტიკური პარტია, ვიდრე იყო მდიდარი, მაგრამ შენზე იდოს კომპრომატები და ასე ვთქვათ რაღაცებს ფლობდე ვითომ ტელევიზიებს და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც საითკენ მივდივართ. ჩვენ ხომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ხომ ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის. ნებისმიერი ენერგია, რომელსაც ჩვენ ხარჯავთ, ის აუცილებლად დაგვიბრუნდება. იმიტომ რომ დღეს თქვენ დამინახეთ. დღეს დამინახა და უშოთ თქვენმა აუდიტორიამ. სხვა დამინახავს, ზეგ სხვა დამინახავს. ჩვენ ხომ არ ვეძებთ ასე ვთქვათ პოპულარობას. ჩვენ ვეძებთ, ჩვენ მივდივართ მიზნისკენ. ეს მიზანი რთულია, ეს მიზანი ძნელია, ხო? უამრავი ასე ვთქვათ ბარიერი ხდება, უამრავ სირთულეს აწყდები ადამიანი. მაგრამ უნდა აიტანო ეს ყველაფერი. შეიძლება ცხოვრებაში არ მოხდე
პარლამენტში, შეიძლება ცხოვრებაში არ გავხდე მინისტრი, მაგრამ ეს ხომ თავარი ჩემი პოლიტიკური ბრძოლის აზრი იმაში ხო არ მდგომარეობს, რომ მე გინდა თუ არა ხელისუფლებაში ვიყო. თუ იქნება ის ხელისუფლება, რომელსაც მე ვიტყვი, რომ ეს მიდის სწორი კურსით, მე უკვე გამარჯვებული ვარ, მაგრამ ის ხელისუფლება, რომელიც თუნდაც მიდის სწორი კურსით, არ მოისმენს იმ კრიტიკას ჩვენ შორის, ბოდიში ჩვენში ვერ არჩევენ კრიტიკას ჩასაფრებულობისგან. როდესაც კრიტიკას აქვეყნებ, ამას ღებულობენ, ასე ვთქვათ, მტყულად. არა და გეუბნები, რომ ეს გაქვს გამოსასწორებელი, მაგრამ შენ ამას არ აკეთებ. აქ ორი მიზეზია, ან ხარ ბრიყვი, ან რაღაცა გამორჩენაზე ხარ, ესე იგი, ხო? ანუ, თავარი, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ერთი რაღაცა. ჩვენ რა გვინდა? რითი დავიწყეთ საუბარი? ჩვენი ეროვნული ინტერესები რაში მდგომარეობს? მისვამენ კითხვას, აი შენ მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე ხარ თუ ცენტრისტი ხარ? წავიდა ამ იდეოლოგიების დრო. მე ვარ საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი პოლიტიკოსი. მე მჭირდება გავატარო სიტყვაზე განათლებაში რაღაცა მემარჯვენე პოლიტიკა, უნდა გავატარო ის, იმიტომ რომ ჩემს ეროვნულ ინტერესებს ეხება ეს. აქ მჭირდება სოციალურ საკითხებში ვიყო მემარცხენე, უნდა გავატარო მემარცხენე, იმიტომ რომ ჩემს ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს არის ყველაზე მთავარი აქ. მე მინდა დიდი მადლობა გითხრა ირაკლი. მომბრძანებისათვის ჩვენი დრო ამოიწურა. უღრმესი მადლობა. დღეს ყავდა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ბატონი ირაკლი ტორუა. გამარჯვება ერთიანი საქართველოს ლიდერი და მე მინდა მას დიდი წარმატებები უსურვო პოლიტიკურ ველზე. კარგად დადებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. კაი ხარ.